გამარჯობათ. ეთერშია ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა ინფორმატორი, რომელიც შოუ-ბიზნესში მომხდარ სიახლეებს გაგაცნობთ. აჭარა მიუზიკ-ჰოლში ჯგუფ მწვანე ოთახის სოლო კონცერტი შედგა. კონცერტზე ბევრ ნაცნობ სიმღერასთან ერთად ჯერჯერობით უცნობი, ჯგუფის მეორე ალბომში შესული სიმღერებიც მოვისმინეთ. კონცერტი საინტერესო იყო იმითაც, რომ აჩიკო გულედანმა აკუსტიკურ გიტარაზე დაუკრა. შოუ-ბიზნესში მოღვაწე ნინოები სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ ნინოობის წმინდა დღესასწაულს. კახა ცისკარიძე ცოტა ხნის წინ პარიზში იყო. თბილისში დაბრუნებული მომღერალი სიურპრიზებს უმზადებს თავის თაყვანისმცემლებს. ჯგუფი ვაკის პარკი ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც 2 კვირაში იქნება მზად. ინფორმატორის გადამღებით ჯგუფი ახალი სიმღერის ჩაწერას დაესწრო. სიმღერას ასე ჰქვია ელექტრონული ფოსტა. მოკლედ ნახოთ სიუჟეტი. Ყველა ფოტო გავატანეცხას მაგრამ აკერებ მაგას? ამჟამად მუშაობთ ახალ სიმღერაზე, რომელსაც ქვია ელექტრონული ფოსტა. ეს სიმღერა შევარჩიეს ახალ ალბომში, როგორც იტყვიან, უკვე საფინიშო სწორზე გავედით და ახლობით 2 კვირაში დავამთავრებთ ამ ალბომზე მუშაობას. რომელსაც ასევე მოყვება კიდევ 2 ახალი კლიპი. ერთ მათგანს აი ამ სიმღერაზე ალბათ გადაიღებს ბასა ფოცხიშვილის სახელოსნო, ხოლო მეორე ახალი დღე, შედარებით ძველი სიმღერა, ამაზე კლიპს გადაიღებს ნიკა ლომიძე. არა, ის უბრალოდ მე მგონი ხმამაღალია, ცოტა რომ ჩაუწიო კაი. ვიხსენებ და ვადგენ შენ სარმა Магамошу я голосом постоянно не хочу я, давай. დაახლოებით, როგორც ვთქვი, 2 კვირაში დასრულდება მთლიანად მუშაობა ამ ალბომზე, შემდეგ გადაეცემა ეს სტუდია თბილისს, რომელიც უკვე გამოუშვებს ალბათ კომპაქტ დისკების და კასეტების სახით. Ну я все понял, без даблтрака мы здесь никак не переживем опять. Давай, пиши даблтрак на все это. Давай. როგორც გითხარით, სოსო პავლიაშვილი მალე მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ნატო დუმბაძესა და დათო ოქიტაშვილს გავესაუბრეთ. ის კონცერტი, რომელიც დაგეგმილია თბილისში, ამ კონცერტის პროდიუსერი იქნება ნატო დუმბაძე და საორგანიზაციო საკითხებს გადავწყვიტავ პირადად მე ჩემს მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება მოსკოვის კონცერტს, აქეთ ამ მხარეც ქართველი მხარეც, მე არ მინდა ხა სახელების და გვარების დასახელება, ძალიან კარგად იციან სოსო პავლიაშვილი, ვისთან არის ასოცირებული, არც მალავ რომ ის ძალიან ახლო მეგობარია ბატონ ზურაბ ჟვანიასი. და ნატოსთან ერთად ისინი ერთობლივად გადაწყვიტავენ რა დახმარება ექნება, იმიტომ რომ არ უნდა გახსოვდეს მომღერალი მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვა რაღაცა ხდება. მოსკოვში იქნება გრანდიოზული სოლო კონცერტი და იღებს უამრავი ცნობილი ადამიანი მონაწილეობას. ესენი არიან იოსიფ კაბზონი, ლარისა დოლინა, დიანა გურცკაია, კიდევ ნანი ბრეგვაძე, ნადეჟდა ბაბკინა. და კიდე ძალიან უამრავი ადამიანები მიიღებენ ამ კონცერტში ცნობილი მონაწილეობას და რაც შეეხება კონცერტის დაფინანსებას, ისევე ქართველი, ისევე ბატონი ვლადიმერ ჯანჯღავა აფინანსებს, ანუ მეცენატობის სახით, იმიტომ რომ იგივე ბატონი ვლადიმერი და სოსო, როგორც სოსოსგან გავიგეთ, ერთ საქმეს ემსახურებიან, მათ უნდათ რომ ისევე საქართველოს სახელი გავიდეს ჩვენი რესპუბლიკის გარეთ და ისევე ქართველი დაუდგა გვერდზე, რა თქმა უნდა. მოსალოდნელია რომ ის კონცერტი რაც იქნება თებერვალში საკონცერტო დარბაზ რასიაში, რაღაცა შეცვლილი ფორმატით შეიძლება ის იყოს თბილისში, ფილარმონიაში და სპორტის სასახლეში. ჩვენ ვაპირებთ ამ კონცერტზე დასწრებას, წასვლას აქედან და იმ დეტალებს როგორ და როდის და სად გაიმართება და რომ ერიცუსებში ამას შემდგომში მოგახსენებთ. აქცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო და რომელშიც მხატვრები და მწერლები მონაწილეობდნენ, დასრულდა. შეგახსენებთ, რომ საუბარია ძველ გალერეაში გამართულ აქციაზე დაჯექი.
არ ვიცი რა ქვია მას, გამოფენა თუ აქცია. ყოველ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და კაცთ მოყვარე და ადგილის და დროის ძალიან კარგი შეგრძნებით რამ რაც მეოთხე წელია რაც გრძელდება. ეს გალერეა იმ თავისუფლების ხარისხს უწყობს ხელს, რომლისკენაც იყო მიმართული თავიდან აი რამოდენიმე მოძრაობა. ემოციებს ვეხარბებით ხოლმე ჩვენ რა. დახარბებულები ვართ მაგაზე რა. არა, თუ არის და რაღაცა ძალიან სტანდარტულია ხოლმე, ძალიან აი სადღაც მიდიხარ და გინდა რაღაცა ემოცია აიღო, ვერ იღებ ხოლმე და აქ რომ მოვდივარ ვიღებ ამ ემოციას რა. ამიტომ კარგია. Thank you.